ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებას პროექტში ჩართული სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და ახალი სასწავლო წლიდან თბილისში 53 სკოლაში 100-ზე მეტი ღირებულებითი განათლების კლუბია წარმოდგენილი. პროექტში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას უძღვებოდა დიდუბის ლომისის წმინდა გიორგის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი. მან ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას სასულიერო პირები, პედაგოგები, ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები და მშობლები ესწრებოდნენ. უკვე 2 წელია საჯარო სკოლებში ფუნქციონირებს ღირებულებითი განათლების კლუბები, რომელიც დაფუძნდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად დიდი სამუშაო გასწიეს განათლების სამინისტროდან სასულიერო პირების გადასამზადებლად, რომ ისინი აღჭურვილიყვნენ ერთგვარად პედაგოგიური უნარებით, გარკვეულიყვნენ ბავშვთა ასაკობრივ ფსიქოლოგიაში, გარკვეულიყვნენ სწავლების თანამედროვე მეთოდებში და შესაბამისად უკვე ამ უნარებით აღჭურვილი მოძღვრები შევიდნენ და დაარსეს ღირებულებითი განათლების კლუბები, სადაც ბავშვებს ეხმარებიან თავიანთ თავში აღმოაჩინონ, მხარი დაუჭირონ და შემდეგ ცხოვრებაში, ესე იგი, ქმედი ცოდნათ აქციონ ის ღირებულებები, რომლებიც ზოგადად ამკობს და აკეთილშობილებს ადამიანს. რა თქმა უნდა, ეკლესია მხარს უჭერს ამ ყველაფერს. კლუბებში არ არის მარტო მხოლოდ საკლუბო მუშაობა, რომელიც თავის მხრივ დისკუსიების, როლური თამაშების და სხვადასხვა ესე იგი ინტერაქციული აქტივობების სახით ხორციელდება, არამედ ჩვენ გვაქვს ასევე კლუბების ეგიდით ეწყობა ხოლმე გასვლები ქალაქში, მუზეუმებში, გაიცანიშენი ქალაქი, თქვა ძველი თბილისი გაიცნობს, სხვადასხვა სოციალურ პროექტებში ვარ ჩართული, ასევე კულტურულ შემეცნებით პროგრამებში, მაგალითად დღესაც 4 სკოლა და მანამდე 20 სკოლა სტუმრად იმყოფებოდა ეროვნული ბიბლიოთეკის სივრცეში, რისთვისაც რა თქმა უნდა დიდად მადლობლები ვართ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა კლუბს საშუალება მიეცა სხვადასხვა კლუბის ბავშვებს, რომ ესე იგი ერთმანეთი გაეცნოთ. დავპატიჟეთ მშობლებს, რომ მშობლებს ჰქონოდათ ერთგვარი წარმოდგენა, რა ხდება მათი შვილების მიერ დაფუძნებულ კლუბებში. უკვე 2 წელია ჩვენ სკოლაში ღირებულებითი კლუბი მოქმედებს, მუშაობს. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები. კლუბის ფარგლებში ისინი ესწრებიან საინტერესო გაკვეთილებს, რომელსაც წარმართავს მამაო. ამის გარდა თბილისის და საქართველოს საინტერესო კუთხეების დათვალიერება ხდება, საინტერესო სპექტაკლები და გასვლითი გაკვეთილები. ამ პროექტის ფარგლებში ბავშვებმა სერიოზულად დაიწყეს ღირებულებების გადაფასება და დღეს, როდესაც ძალიან ბევრი მოძალებული ყალბი ინფორმაცია არის, რომელთა გაცხრილვაც ბუნებრივია უჭირთ ბავშვებს ასაკიდან გამომდინარე და არა მარტო მათ, ძალიან საინტერესოა მათი ხედვა, მათი პოზიციების გამოხატვა და თავისუფლად აღქმა სწორი ორიენტირებისა. ეს პროექტი ამ ღირებულებით ფარგლებში ეხმარებათ ბავშვებს და ძალიან საინტერესოა. ამისთვის უდიდესი მადლობა რა თქმა უნდა სკოლის ადმინისტრაციას, დირექტორს, რომელმაც გამოხატა კეთილინება, რომ პროექტში ჩართულიყავით და განათლების სამინისტროსა და საპატრიარქოს ჩვენს მამა დავითს და იმ ბავშვებს და მათ მშობლებს, რომლებიც სურვილისამებრ მონაწილეობენ ამ პროექტებში. ღირებულებითი განათლების კლუბმა ძალიან ბევრ რამეზე იმოქმედა ჩემ შემთხვევაში. ზოგადი განათლება მომცა და იმ სხვადასხვა საკითხებზე უფრო კარგად დამაკვირვა. ბევრი ცოდნა მივიღე და ასევე ბევრი ადამიანი გავიცანი, რომელიც დღეს ახლა ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ და სხვადასხვა ექსკურსიებზე დავდიოდით და ბევრ განათლებასაც ვხებულობდით და დღეს ეს ადამიანები ახლა ჩემი მეგობრები არიან. ღირებულებითი კლუბის შესახებ გავიგე შარშან, ალბათ ოქტომბერი იყო. სკოლაში შემოვიდა მასწავლებელი, მამაო საერთოდ და მოგვიყვნენ იმის შესახებ, რომ დაიწყო ღირებულებითი განათლების კლუბი და ვის გვინდა და მონაწილეობის მიღება. ძალიან დამაინტერესა მეც და გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა. პირველი გაკვეთილი ძალიან მომეწონა. ძალიან შთამბეჭდა
უხსნავი იყო ჩემთვის და დღემდე ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე ამ კლუბიდან და ძალიან კარგი დრო მაქვს გატარებული, მით უმეტეს ექსკურსიები ძალიან კარგი იყო და ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაქვს ღირებულებით განათლების კლუბიდან. ღირებულებით კლუბი არის ჩემთვის იგივე მეორე სულიერი სახლი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ვისწავლე, გავიგე, ვისწავლე ადამიანთან კონტაქტი, ურთიერთობა და ყოველთან ძალიან კარგი ურთიერთობა დავამყარე, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს მამა ნიკოლოზი, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის ცდილობს, რომ სიყვარული გვასწავლოს, ერთმანეთში ურთიერთობა და ერთმანეთის პატივისცემა გაგვაგებინოს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 2 წელია რაც არსებობს ეს პროგრამა და მე პირადად როგორც მშობელი, მართლა ძალიან მადლობელი ვარ და მოხარული ვარ ყოველ შემთხვევაში ამ პროექტისთვის და მართლა საჭირო იყო დღე 21 საუკუნეში ასეთი დატვირთვები გქონდეთ ბავშვებს. ჩემი შვილიც ძალიან ბედნიერია და მართლაც თუნდაც ურთიერთობაში სხვა ბავშვებთან მეგობრობასაც სწავლობენ, არა მარტო მეგობრობას და ზუსტად ეს ღირებულებები, რაც ჩვენ ბავშვებს ჭირდებათ და რამაც მოიყვანა დღეს საქართველო, ამას სწავლის მამა ნიკოლოზი და ქალბატონი ლელა. ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში 179 სკოლაზე მაქვს საუბარი. ჩემი აზრით ნამდვილად კარგი აქტივობები ტარდება და იმედია მომავალში უფრო ბევრ სკოლებში გავრცელდება. მე პირადად უკვე მეორე წელი რაც ღირებულებით კლუბში ვარ გაწევრიანებული და ძალიან მადლობელი ვარ ამ წამოწყების. მე ვარ ღირებულებითი კლუბის წევრი. დაახლოებით 2 წელია რაც აქ ვარ გაწევრიანებული და ძირითადად კლუბი მე მაძლევს დადებით ემოციებს, ბევრი მეგობარიც გავიჩინე. ძალიან კარგ და მთავარ თემებზე ვლაპარაკობთ. ღირებულებითი კლუბი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როდესაც მე უკვე შევუერთდი ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის ეს იყო ძალიან შემეცნებითი, ძალიან დიდ გამოცდილებას მაძლევს. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო საპატრიარქოს და ჩემს სკოლას და თითოეულ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამაში და ძალიან ყვაყოფილი ვარ. ამ დროისთვის პროექტში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. პროგრამის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადება გრძელდება. აღნიშნული პროცესი საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბის დაარსების მიზნით მიმდინარეობს.